მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი ხნის შემდეგ მგონი იწერება. ხო, ეს ალბათ არ არის დაბრუნება, უბრალოდ სუპერლიგის ვითამაშებ დღეს საღამოს. ვინც არ იცით, რაღაც ვიდეოების სერია მქონდა, როდესაც როდის პაკეტებს თამაშობდი და შემდეგ YouTube-ზე ვტვირთავდი და მე შევწყვიტე რა. ცოტა ესეთი მქონდა პერმანენტული ხასიათი, მაგრამ დაახლოებით 5 კვირის წინ შევწყვიტე და ალბათ ხო აღარ გაგრძელდება მაინც ესეთი რეგულარობით, რასაც მომინდება უბრალოდ იმას ვითამაშებ და ხო აი სუპერლიგა მაინტერესებს, იმიტომ რომ არ მითამაშია და ნახოთ რა ვითამაშებ და რა იქნება და როგორ იქნება რა. რეალურად ალბათ იმიტომ წერო, ვაჩვენო რომ ჩემ ლეპტოპზე 4 ქრომის ტაბის ერთდროულად გახსნა შემიძლია რა. რეალური მიზეზი ეგ არის და დანარჩენი, როგორ ვითამაშებ, ნახოთ რა. მოკლედ ვითამაშებ სუპერლიგას და სუპერლიგა ჩატარდა როდის? წინა კვირას როდის იყო, არ ვიცი, გადავთვალოთ და იმ დღეს ჩატარდა. დასრულდა ეს სეზონი, ჯაგერნაუტმა მოიგო, როგორც ვიცი, აქედან მიულოცავ კიდევ ერთხელ დამსახურებულად მოიგეს და მე მადლობას გადავხდი ლუკა ლომსაძეს, რომელმაც პასუხები გადამითეთრა რა. პრინციპში სულ ეს არის და დავიწყოთ. ხო, სუპერლიგა ტურის 3 18 იანვარს ჩატარებულა. ტოპ რედაქტორები ქეთი ნიკოლეიშვილი, ლევან ჩხეიძე, ლუკა ქირია, გიორგი მოსიძე. ლევანის 13 კითხვა, ლუკას 6.5, ქეთის 3, მოსიძეს 1.5, უცხოური ავტორები დანარჩენი 9. მოკლედ პირველი კითხვა. ფილმში ისინი ჩვენს შორის ცხოვრობენ. ჟურნალისტი შეპინდების შემდეგ გადის სამუშაოდ. ჟურნალისტს სურს ჩაწეროს ეს. ეს ეკრანებზე 1994 წელს გამოვიდა. დაწერეთ ეს 2 სიტყვით. ოკეი, ისინი ჩვენს შორის ცხოვრობენ. სავარაუდოდ რაღაც არსებები, ხო, რაღაც არსებები ცხოვრობენ ჩვენს შორის. ჟურნალისტი მიდის, რომ ჩაწეროს რაღაცის ხმა გამოვიდა. ხო, შეპინდების შემდეგ, ოკეი. შეპინდების შემდეგ რატო გადის მაქცია რაღაცა? მაქციების რა ჩაწეროს? ამერიკელი მაქცია ლონდონში თუ რა იგივე. ვამპირები ჩაწეროს. ჩაწეროს ინტერვიუ ვამპირთან. ინტერვიუ ვამპირთან, გონი ნორმალური ვერსია. ენ რაისის წიგნი ცოტა ადრე დაიწერა 3 საათიანებში და ის გონი ბრედ პიტი თამაშობს, ხო, ბრედ პიტი და ანტონიო ბანდერასი. ეგ ეკრანიზაცია ნანახი მაქვს. სხვადასხვა ნორმალურია. გონი ის არის გავაჩერებ დროს დავაფიქსირებ ინტერვიუ ვამპირთან. ჩაწეროს ინტერვიუ ვამპირთან. ოკეი. აქ შეპინდება ის ჟურნალისტი, ყველაფერი თავის ადგილზეა რა, ნორმალური კითხვაა. გავიაროთ შემდეგი მეორე კითხვა. ზოგიერთ ქვეყანაში შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები წერილებს უგზავნიან საკუთარ თავს და მიღების შემდეგ გაუხსნელად ინახავენ. ამ ხერხს უწოდებენ ღარიბების X. დაასახეთ X-ი, ან გამოსახეთ მისი აღნიშნული სიმბოლო. ოკეი, პირველი რაც მომდის თავში არის რა კოპირაიტი. ღარიბების კოპირაიტი, ანუ რაღაცნაირად შემოქმედებით ადამიანებს ჭირდებათ რაღაც, რომელსაც სიმბოლო გააჩნია, წრეს შემოხაზული C. ლოგიკას თლად კარგად ვერ ხვდები. უგზავნეს, ანუ გაუხსნელად ინახავენ. ანუ თუ ვინმე გახსნა, ესე იგი რაღაცა ინტერესებს ამ ადამიანის შესახებ, ხო? ღარიბების რა, ანუ შემოქმედებითი ადამიანებს რაღაც ჭირდებათ. ღარიბების X. ღარიბების დავუშვათ. რითი რა სჭირდებათ რა? შემოქმედებით ადამიანებს. კარგად ვერ ხვდები ახლა რა შეიძლება დასჭირდეთ გარდა საავტორო უფლებების დაცვისა. ბევრი რამე, მაგრამ ეგ ყველაზე ესეც შაბლონური რა. ამიტომ გავაჩერებ დროს და მოდი ამას დავაფიქსირებ, რომ კოპირაიტი.
ვერაითისი ნოტარიუსთან და საავტორო უფლებები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საკუთარ თავთან წერილის გაგზავნა. დავის შემთხვევაში ეს წერილი იხსნება და სასამართლო ადასტურებს ავტორის პირველობას. მარტო ამით დასახელთ ანგლიციზმით და სიმბოლოთ იღება, ლოგიკა დიდად შემოქმედებითი, რომ ხაზი გაუსვა, მარტივად მიხვდები ხალხო. აქ რასაც გავაზრებ, ჩემი აზრია, ეს არ მეიღოთ როგორც რაღაც ის ვინმეს შევასვაძლებ, ჭკუას ვარიგებ და ასე შემდეგ, უბრალოდ რაღაც იმებს გამოთქვა, რომ თუ რამე ზედმეტი მომივა შემთხვევით ეს განზრახარ იქნება, არ მომივა, მაგრამ თუ მომივა, წინასწარ ბოდიშ მოვიხდი, რომ თუ იმის რამე ეწყინა. მაგრამ არ ვიცი, უბრალოდ ეს არის ფიდბექი, ერთგვარი განხილვის პროცესი, მეტი არაფერი. ადამ ლინცი გორდონის ლექსში, რომელიც ზღვის დაუნდებლობას აღწერს, ნახსენებია X-ის ცრემლები. X-ი ფიგურირებს მე-19 საუკუნის ცნობილი ნაწარმოების სათაურში. დაასახელეთ X-ი ორი სიტყვით. მე-19 საუკუნის ცნობილი ზღვის დაუნდებლობას აღწერს, ხო რა, ზღვის დაუნდებლობა რა არის? დავუშვათ რაღაცა, გემებს ხუპავს რა. და X-ის ცრემლები რაღაცა ტირის რა სავარაუდოდ, ხო? ლორელაი ან ვიღაცა ცრემლები. რაღაცა გემი იღუპება. რომელიც და ვიღაცები არიან ამ გემზე, რომელიც ტირია. სავარაუდოდ ზღვის დაუნდებლობა იქ არის, რაღაცა ქარბუქში მოხდება. მთრალი ხომალდი ტივი მედუზა. ან ცრემლები რო აქ რაღაც არსება უნდა იყოს, ან რაღაცა უნდა ერქოს. არ მომწონს რა და კონკრეტულად ფრეგატი მედუზა რატოა, ან ტივი მედუზას ტივი რატოა. თან ფიგურებს რაღაც სხვა სიტყვაც უნდა იყოს. ამას ვერ მიხვდი, დავფიქსირებ მთრალ ხომალდს. რა გამარჯვება. აიმე. თუზის ცოლი, ზღვისთან ვიღაცა დაიღუპა. ქოსის ცოლის სიზმარი. ხო, ვინ დაიღუპა ზღვაში ღმერთო? ეს არ მეპატიება რა, ესეთი კითხვები უნდა იყო, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყო. ცნობილი ორი ტაიპია ესეთი პოლიტის. ესეთი კითხვები უნდა იყო, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყო. კარგი. მარტივი იყო ეს ხო და კარგი რა. ზღვაში ვინ იღუპება როგორც წესი მეთევს, ქალი ვახსენე. კომპოზიტორი მიხეილ ოგინსკი პროფესიონალურად უკრავდა არფაზე. მან სრულყო პედლიანი არფის კონსტრუქცია და ცნობილ ფრანგსაც დაეხმარა X-ზე მუშაობის დროს. X-ი დაასახელეთ ეს ფრანგიც და X-იც მეზობელ ასოებზე დაწყებული სიტყვებით. კარგი, ნახოთ რა არის პროფესიონალ არფაზე, ხო? ხელებითა კონსტრუქცია და პედლიანი არფის პედლიანი რა არის? ფრანგი ფეხებით გამოიყენება. სკაფანდრი X-ზე მუშაობის დროს რაღაცა ფილმი ხო არ გადაიღო მან. ან რაღაცა, რასაც ეს ცნობილი ფრანგი აკეთებდა მიხეილ ოგინსკი. პედლიანი აქ მნიშვნელოვანი, ანუ ფეხით აკეთებ რაღაცას და ცნობილი ფრანგი, რომელიც რაღაცა მანქანა, ავტომობილელი, მანქანა კიდევ თვითმფრინავი პედალზე რას აკეთებ? X-ზე მუშაობის დროს ხო არ ვიცი. Exupery თუ იყო Saint-Exupéry და და X-იც მეზობელ ასოებს პატარა პრინცი არ არის ერთი და იგივეა. იყოს Exupery და არ ვიცი პატარა პრინცი. და საფრანგიც X-იც მეზობელ ასოებზე დაწყებული სიტყვები. მე მგონი ფრანგიც ცალკე იყო და X-ი რაღაც მეზობელ ასოებზე დაწყებული სიტყვები, ანუ უფრო რაღაცა და ხო. აქ პედლიანი არფა, პედალი რა შუაშია, ეგ ვერ გავიგე, თორე
ცოტა არაორდინალური კითხვა კია, მაგრამ ცოტა გაბნევს რა პედალი რა შუაშია. მოდი ეს არის. ხო, ეს ნორმალური კითხვა იყო, მაგრამ მე გამჭირდებოდა ჩემთვის რთული ასეთი კითხვების აღება. ხო, ბევრი დამაბნეველი იყო, მაგრამ სწორშინარს თუ გამოიტანდი კითხვიდან აიღებდი. ყურადღება, ამის გაკეთება ცვლილება. ილია ობერშინმა ეს მხოლოდ 1999 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გააკეთა. ობერშინს ეძახიან უკრაინელ იოდას. წინა დადებაში, რომელ სიტყვაში შევცვალეთ 201, ანუ რას ნიშნავს? 200 შევცვალეთ 1. ეს ბუღალტერია მეზარება ხოლმე. 200. ანუ 200 უნდა იყოს და 1 არის შეცვლილი, ხო? რაღაცა 200. რა გააკეთა 1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობა მოიპოვა და რაღაცა გააკეთა და უშუალოდ გაიპარსა რაღაც წვერი, რაღაცა ულაშები გაიპარსა, რაღაცას არ აკეთებდა, ცოლი მოიყვანა. მანამდე არ დაქორწინდებოდა. ოდისეს პენელოპეს რაღაცა, სანამ რაღაც არ მოხდება, მანამდე არ გავაკეთებ რა. და ეს ელოდებოდა და ელოდებოდა. ხო, ილია თუ არის მამაკაცია, რაღაცას ელოდებოდა რაღაცის გაკეთებას. რა გააკეთა, სახელი გადაირქვა, რაღაც ცოლი მოიყვანა. ანუ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთა. ოკეი, არ ვიცი. ნახოთ, ონოდას. ოდოსკი, ჩაბარდა ხო პარტიზანელები. ეს კარგი კითხვა იყო, ეს კარგი 91 წელს ხო ობერშინმა ებრძოდა რას აკეთებდა უკრაინა რას გააკეთებდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს კარგი კითხვა იყო ხო, ჰირო ონოდა იყო ტიპი, რომელიც ფილიპინების არმიაში იყო და მოკავშირეებს ებრძოდა და მე ჩაბარდა ხო, კარგი დროსია, კარგი დროს გავიხსენე. ჭეჯერობით არც ის არის. X-ის გამო მატიო გარონეს ფილმი გამორა იტალიის კინოთეატრებში სუბტიტრებით გადიოდა. X-ი იუნესკო მიიჩნევს, რომ X-ი საფრთხეშია დაასახელეთ X-ი 2 სიტყვით. გამორა არის სიცილიაზე, ხო? სიცილიის მაფიაზე. რაღაცნაირი ენა მგონია რა. ანუ იტალიაში არის სპეციფიკური ენა, რომლის მაცხოვრებლებსაც ანუ იტალიელებსაც არ ესმის, რა იმდენად ცუდია და უფრო ნაკლები მატარებელია ეგ გასაგებია და ენები რო გვდება ეგ ცნობილი ამბავი, უბრალოდ რა კორსიკული ძალიან ცნობილი ის არის, რომ კორსიკულია თუ სიცილიური ენა. სიცილიური დიალექტს ვერ შეიტან, ალბათ იუნესკოს სიაში დიალექტს გაიგებ რაღაცნაირად რა უფრო ენა. გამორა რაზე სიცილიის მაფიაზია, ხო ყველა ვარიანტში სავიანოს წიგნი რო გომორა. ახლა სიცილია თუ კორსიკა უნდა დავწერო რა, ანუ მე ვიცი რომ კორსიკული იმენა საფრთხეშია და ეს სიცილიური არ ვიცი, მაგრამ ერთი მხრივ გომორა მაფიაზია. იყოს სიცილიური ენა. ნეაპოლური სიცილიური არა. მიმდინარეობს ნეაპოლიტურ ენაზე, რომელიც განსხვავდება, ხო, მოკლედ რა კამორას, ხო, სავიანოს წიგნი კამორა, გომორა. ხო, ესეც ვერ ავიღე. ხო, რაღაც ენა უნდა დაგეწერა ნეაპოლი. ხო, ნეაპოლური ცნობილია უფრო მაგენებს მაგას ეძახიან, არ გამახსენდა. არა უშავს. შეკითხვა დასარგებელი მასალა ნომერი 1. მე-7 შეკითხვა. მე-7 შეკითხვა. იმისთვის რომ გადარჩენილებმა არ მოკლან, ფილმის ახლად ინფიცირებული პერსონაჟი აკეთებს ამას. 2 სიტყვით დაწერეთ რას.
მე-7 ამოცეცამი რაღაცას ფარავს მე-7 ფარავს ეშს გადარჩენილებმა რო არ მოკლან ხო ახლა ინფიცირებული ეს არის მგონი ან ზომბია ვორდ-ვორ-ზედიდან ან ვამპირია და ეშს ანუ რო არ მოკლან ხო რა თვითონ რო არ გამჟღავნოს რო ზომბია დაკაც ეშვია დაფარული მე-7 შეკითხვა ამას დავფიქსირებ ნუ ეს არის მალავს ეშს ოკეი კარგი იყო სხვათა შორის ხო ნუ ეშვი დაფარეს უბრალოდ აქ ეშვის დაფარვა პირდაპირ ის არის რა უნდა მიხვდე რომ გეუბნებიან მე-7 შეკითხვა და ნუ კრეატიული კითხვა მაინც ასე თუ ისე დაუფასოთ მაგრამ მარტივია მე მომეწონა სხვათა შორის ფარავს ეშს ხო მარტივია მაგრამ კრეატიულია მოჰამედ თავრადი აცხადებს რომ კუჭის კორექცია რომელსაც სილამაზის კონკურსის მონაწილეებს უტარებენ საშიშია რადგან ირღვევა ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსი და იწყება მეტაბოლური პრობლემები. წინადადების ერთ სიტყვაში ჩვენ 100 შევცვალოთ, აღადგინეთ საწყისი სიტყვა. საშიშია. ეს კორექცია, რადგან ენერგეტიკული ბალანსი და სილამაზის კონკურსი. კუჭის კორექცია თითქოს თავის ადგილზეა, რადგან ირღვევა ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსი არ მომწონს. ენერგეტიკულის ნაცვლად რა შეიძლება? ენერგეტიკული ბალანსი დაირღვეს. ან კიდევ რა ბალანსები არსებობს? ირღვევა ორგანიზმის ხო არა. წყება მეტაბოლური პრობლემები რა რაღაც ხო ნუ კუჭის კორექცია სავარაუდოდ წონის დაკლება რაღაც არ ვიცი კბილების კორექცია რაღაც ხო არ არის რის კორექცია კუჭის კორექციის ნაცვლად ნუ ყველაფერი თავის ადგილზე ერთი ენერგეტიკული არ მომწონს თითქოს კუჭის კორექცია ოკეი კარგი იყო კუჭი ხო ბოლოს კუჭი ენერგეტიკული ბალანსი ხო ნუ ეს მარტივი იყო ხო ადამიანებზე რო ვფიქრობ სულ ეგეცდია ზოგჯერ ნუ ცხოველები ეს კარგი იყო ხო აკლემები კუსში აგროვებენ ენერგეტიკულ ბალანსს ოკეი მაკრიბი ინგლისურენოვანი ქვეყნის მაცხოვრებლები 23 დეკემბერს ხუმრობით აღნიშნავენ პირველი სახელობის დღეს. ერთი ამერიკელი ამ დღეს მაკდონალდში მაკრიბს უკეთავს ხოლმე. ოკეი. ვინ შევცვალეთ პირველი? ხო, 23 ოქტომბერი ის არის დეკემბერის შობამდე 2 დღით ადრე რა, შობამდე 2 დღით ადრე ვინ დაიბადა რაღაც არსება ხო ან ადამიანი. ვინც დავუშვათ ქრისტემდე 2 დღით ადრე დაიბადა ეგეთი. მაკრიბი. აშკარად შოტლანდიური რიბი, ანუ KFC-ში უკეთოს რაღაც რიბს ქათმის იმის ნაცვლად. მაგრამ შეიძლება იყოს აზრზე პატრიკის დღეს, პირველი სახელობის დღეს, პირველი მოციქული ვინ იყო? პეტრე ხო არ შეიძლება იყოს. თუ სემანი იყოს. რიბ როგორც არ ვიცი, თევზის რაღაც ნაწილი, მაგრამ მაკაშკარად შოტლანდია ორივეგან. შოტლანდიელი არ ვიცი, არავინ ვინც შობასთან ასოცირდება, შოტლანდიელი შობა. მაინც იყოს პეტრე. ადამი. პირველი და რიბ ნეკნი აღმერთო ამ ქართულად არ მეთქვა ხო უბრალოდ დავიღებდი და პირველი. უბრალოდ 23 დეკემბერი რატო? შობის ანალოგიით
Christmas Christmas Eve და Christmas Eve ხო შობის წინ და შობის წინ უკვე ოკეი და ძალიან კარგი იყო ნუ მარტივი მაგრამ ძალიან კარგი იყო ნუ მე პრეტენზია არ მაქვს ამ კითხვასთან მიმართებით დუპლეტი ორი კითხვა მოსაფიქრებლად 30 წამი მიუხედავად იმისა რომ რომანი მწარე და კრიტიკებს კათოლიკურ ეკლესიას კამილ ლემონიემ მას ფლამანდრიული ბიბლია უწოდა დაწერეთ მისი ავტორის გვარი აი 30 ის არის ფლამანდრიული ნაწარმოებები საერთოდ ბელგიური ნაწარმოებები და ჰოლანდიური ხო კოსტერი ხარ შეიძლება იყოს ციხესიმაგრე კოსტერი და სტოკერი თუ ანაგრამებია გასაგებია ორივე მოდი გავაჩერებ და მე არ წავიკითხავ კვლევარები ვარაუდობენ რომ მისი შთაგონების წყარო იყო ციხესიმაგრე კარპატებში დაწერეთ მისი გვარი კარპატები არის რუმინეთი არის დრაკულას ავტორი არის სტოკერი და კოსტერი სავარაუდოდ ერთმანეთის ანაგრამებია ნუ შარლ კოსტერს ეკუთვნის საგა ტილ ულენშპიგელზე და ლამიკუძაკზე საგა თუ რაც არის მოკლედ ნუ აურიოს ამას დავიწერ წესით უნდა იყოს პირველი არის კოსტერი და მეორე არის სტოკერი ოკეი ნუ ნორმალური ეს სამარტივი ან მეორე ნაწილი სამარტივია პირველი სამარტივია ორი ფლამანდრიული ნაწარმოები საერთოდ არ ვიცი ერთი არის რომელიც ვიცი მეორე გავხსენე მეორე ჰოლანდიური ნაწარმოები იოჰან ჰეიზინგას გვიანი შუა საუკუნეების შემდგომ არ ვიცი სხვა მეტია კარგი გერჩათ ჩაიწეროთ 90-იანების დასაწყისში ინგლისური საფეხბურთო კლუბის მოთამაშე უიმბლდონის მოთამაშე ბრუტალური უნდა ყოფილიყო ჯონმა რომელსაც თავად უიმბლდონის ღირსებას იცავდა აგერჩათ ჩაიწეროთ ბოდიში თვერგავი კარგად 90-იანების წლების დასაწყისში ინგლისური საფეხბურთო კლუბის უიმბლდონის მოთამაშე ბრუტალური უნდა ყოფილიყო ჯონმა რომელმაც თავადაც უიმბლდონის ღირსებას იცავდა ამისგან თავის შეკავების სანაცვლოდ თავის ფეხბურთელ ძმას 65,000 გირვანკა სტერლინგი შესთავაზა რომელ ტერმინს ამოაკელი წინადადებაში 700 ბრუტალური უნდა ყოფილიყო თავადაც ამნისტიისგან რამდენად გამოდის შეიძლება ციხეში იყო და გამოსვლა უნდა და ჯონი ვინსი თუ ის ცნობილი ტიპი რა მოკლედ აღარ მახსოვს სახელი რა უიმბლდონში რო თამაშობდა ჯონი ვინსი თუ მოკლედ ამნის არ გამოდის ისაგან კიდევ რაღაც არა ამისგან არ გამოდის არა ამისგან რაღაც ტერმინია დავუშვათ ფეხბურთი თვითონაც გუნდელები იყვნენ და თვითონ ან მოწინააღმდეგე გუნდში თამაშობდა და რაღაც არ მაგაიკეთებინა თავისთვის არ ვიცი იყოს ამნისტიისგან coming out-ისგან ეს კარგი იყო პროტა coming out ერთი სიტყვა თუ იყო არ ვიცოდი ფანაში მის ძმას coming out ხო ამისგან ხო ნუ კარგი იყო ბრუტალური ხო მას გასაგებია რატომაც უელსიც გასაგებია და ეს ყველაფერი უელსი თუ ინგლისი ხო უფრო ბრუტალური უფრო მარტივი იყო მოკლედ რა მისი ოპერატიული ფსევდონიმი. კაი. ნაკლებად პოპულარული ვერსიით მას ორ ქალთან ერთად დროის გატარება უყვარდა. დაწერეთ მისი ოპერატიული ფსევდონიმი. ოპერატიული ფსევდონიმი რას ნიშნავს ოპერატორია? ან სწრაფი. მაზოხი არა რატო? მაზოხი არა რატო? არა თან გვარია. ორ ქალთან B რაღაცა ეს არ სამი თვითონაც თუ არის და ორი ქალი სამი გამოდიან სამი ოპერატიული
და 3 ოპერატ. ოპერატიული ფსევდონიმი საერთოდ არ ვიცი რა არის ოპერატიული, ანუ ოპერატიული სიტყვა ოპერატიული რა კონტექსტშია გამოყენებული კაცმა არ იცის. ვიღაც არის და იქიდან მოდის რაღაც 3-თან არის დაკავშირებული, მაგრამ არ ვიცი. ტრიციკლი. რაო, წინა ტურიდან გავიგეთ. 3-3-ის დიდოსტატი იყო. ნუ, ოკეი, თემატიკა საინტერესო. აი, მაგას მივხვდები, 3. გავმარჯოს ღმერთმა, მოყვარული დიდოსტატი იყო და იყო, მაგრამ წინა ტურის ის რატო უნდა მახსოვდეს? ან წინა ტურის კი არა. ან წინა 12 ეულის კითხვები აღარ მახსოვს ხოლმე და ახლა ბლოკნოტით ხელში არავინ არ მოდის სახში, რომ ისინი დაიმახსოვროს და იკითხოს წინა ტურის ფაქტები. მაგრამ ვიცი, ამას ვერ ავიღებდი ვერასდროს ვერც ერთ ცხოვრებაში და ვერც ერთ რეინკარნაციაში. გავაგრძელოთ, მე 11-ს ვერ ავიღებ. და ვერც მე 12, ამიტომ გადავედით მეორე ტურზე. ერთი მკვლევარი წერს, რომ ჰეიანის პერიოდის დახვეწილ არისტოკრატებს უჭირდათ ბარბაროსების მოგერიება, რადგან X-ზე მძიმე ხელში არაფერი ჭერიათ. ლეგენდის თანახმად ერთ ვენეციელს ძირს დავარდნილი X-ი თვით იმპერატორმა მიეწოდა და დასახელეთ X-ი ერთი სიტყვით. ნუ ეს შეიძლება იყოს ჰასი, საჭმელი ჭხირები ან მარაო. ხელში არისტოკრატები ვინ არიან? ბუმბული. ანუ მარკო პოლო აშკარად და ჩინეთში წავიდა ეს ვენეციელი, მაგრამ ჩინეთზე რა შეიძლება იყოს მარკო პოლოს რატომ მიეწვდიდა? მარკო პოლო შეიძლება რაღაცას წერს ან რაღაცას ჭამს, მარაოს ალბათ ნაკლებად იქნევს. ნუ წერს თუ ჭამს, საჭმელი ჭხირები რახან შეიძლება საჭმელი ჭხირები არ უნდა დავწეროთ და რა უნდა დავწეროთ მაშინ, საწერი კალამიც არ გამოდის. ნუ არისტოკრატები რას აკეთებენ? ზოგადად ჰეიანის პერიოდის ჩინეთში დახვეწილი შეიძლება ხატავენ ფუნჯი ან იმპერატორმა რატო ჭამდა იმპერატორთან. ნუ აქ ძართულია არჩევა, რავი. მე მოდი X-ზე მძიმე, ხო? X-ზე მძიმე, თუ მძიმეა, მოდი იყოს ჰასი. ფუნჯი. ხო, მეტად, როდესაც ხატავდა კარლოს მეხუთეს იმპერატორმა მიეწოდა ვენეციელი. ეს ვენეციელი. ოკეი, მე მარკო პოლო მეგონა. ნუ ფუნჯის ვახსენე რომ კალიგრაფია, მაგრამ რთული არჩევა, კალიგრაფია. ანუ ხო არისტოკრატები რითი არიან დაკავებულები. არ ვიცი. რთული იყო. ავტორს დიდხანს ვერ გადაეწყვეტა ამ კითხვის დაწერა. მაო ძედუნი, რომლებიც საზოგადოების რადიკალური ტრანსფორმაციის მომხრე იყო, რომ ამბობდა, რომ საუკეთესო პოემები დაწერილია X-ზე. დაასახელეთ X-ი 2 სიტყვით. გაუჭირდა. არც ვერ გადაეწყვეტა. არც მეყეობს ხო ავტორი. საუკეთესო პოემები დაწერილია X-ზე. ანუ X-ზე თუ X-ის შესახებ, ეგ საინტერესო, ანუ X-ზე როგორც მატერიაზე დავუშვათ რაღაც იმაზე, თუ ვერ გადაეწყვეტა. ამას ვერ ხვდები, ანუ X-ის შესახებ ხო არ არის. დავუშვათ რაღაცის შესახებ არის დაწერილი საუკეთესო პოემები. არ ვიცი. გადაუწყებლობასთან არა ბურიდანის სვიერი ხო სადღაც 2 მასში დგას მერყეობს. კიდევ ვერ გადავწყვეტე რა გავაკეთო, ნუ ამას ვერ ხვდები მაო ძედუნი რადიკალური ტრანსფორმაციის მომხრე რა მხრივ იყო ეგეცა რთული ის არის, მოკლედ და ვერ გავიგე ამ კითხვის ანუ შინაარსი კი გავიგე, მაგრამ საით მიდის ეგ ვერ გავიგე. სუფთა ფურცელზე X-ზე. ნუ
tabula rasas სუფთა ფურცელზე. საუკეთესო პოემები დაწერილია სუფთა ფურცელზე. ლოგიკური გამონათქვა მიიღო. ხო არა, კაცრავ რთულები თუ თავში არ მაგივა მე რთულები მაოძედუნი რატო იცოდა ტაბულა რასას ნიშნავს საერთოდ ეგ არ ვიცი და ტრანსფორმაცია წაშალო და ახლიდან შექმნა ეგ გასაგებია ნორმალური კითხვა ჩემთვის რთული მას შემდეგ რაც ალან გლოვერმა პინგვინ ბუქსის რედაქციას ათეულობით აღშფოთებული წერილი მისწერა გამომცემლობამ ის X-ად მიიწვია და ასახელად X-ი ორფუძიანი ანგლიციზმით. ანუ ასავარაუდოდ გამომცემლობა ხო რედაქცია Penguin Books-ი არის გამომცემლობა ასავარაუდოდ ნუ წესით რა. რაღაცა ალან გლოვერის შესახებ უგზავნებთ სტარ ინფორმაციას ასე მგონია. და ამას უნდა შეემოწმებინა ეს ინფორმაცია რამდენად სწორი იყო. მგონია რომ ფაქტ ჩეკერი შეიძლება იყოს. ანუ ეს მე თვითონ ამოწმებდა ამის შესახებ ალან გლოვერის შესახებ დაწერილი ინფორმაცია რამდენად შესაძლებლობა სიმართლეს. ნუ ეგ ლოგიკური მგონია კიდევ რა შეიძლება იყოს. ნუ რატო აღშფოთდებოდა გამოცემებაში რაღაც დაიბეჭდა მის შესახებ, ხო? ნუ მოდი გავაჩერებ და ფაქტ ჩეკერს დავაფიქსირებ. ფაქტ ჩეკერი, ოკეი. უზუსტობებზე, ხო, ოკეი. ეს ნორმალური მარტივი ლოგიკური კითხვა არა, ანუ რაღაცა თუ ამას გახსნი, მერე უკვე ის არის რა. ადვილეს ეს მარტივი იყო, დიდი არაფერი, ნუ მას კარგი ფაქტია. ტრადიციული ლანკაშირული ცეკვა გავრცელებულ პროფესიას უკავშირდება. ჩვენ დროში ამ ცეკვის შემსრულებლებს ამკრიტიკებენ იმის გამო, რომ მიუხედავად იმისა, აკრიტიკებენ X-ის გამო, მიუხედავად იმისა, რომ X-ი აუცილებელია მხატვრული სახის შესაქმნელად დაასახელეთ X-ი ორფუძიანი ანგლიციზმით. წინაც ორფუძიანი ანგლიციზმი, ახლა ორფუძიანი ანგლიციზმი. ნუ საინტერესოა, ლანკაშირში რა პროფესია შეიძლება იყოს გავრცელებული? ლანკაშირი ინგლისი, ხო? ვიცით რა ტრადიციული პროფესია. ლანკაშირი გავრცელებული, ანუ ლანკაშირში ვაზია რა შეიძლება იყოს მჭედელი მეწისქვილე პროფესია ბებიაქალი აკრიტიკებენ ხატრული რაღაცნაირი ხატრული სახისრით შეიძლება შექმნა დაუშვათ გრიმი კოსტიუმები რაღაცნაირი ჩაცმულობა რაც პროფესიასთან ასოცირდება რაღაცნაირი ნიღაბი ამ ცეკვის შემსრულებლებს აკრიტიკებენ X-ის გამო ცეკვასთან რა შეიძლება ორფუძიანი ინგლისური სიტყვა ნუ ეს არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს blackface ამაღაროების ცეკვა ხშირი უსვიოთ სახეზე იმიტომ რომ ხო ანუ მაღარობ ლანკაშირი ხო ეს თუ იცი რომ რაღაც სამრწელო ის არის მე მარტივია რა წესთ გუნდში ვიღაცა უნდა იცოდეს და აიღებ მე არ ვიცოდი დანარჩენ შანსი არ ქონდა მაღაროელს მაგრამ ნუ ინგლისში რო ეს ნაღაროელება ან ზამ ეს არის ეგეთი ის პროფესია ეგეთი ცნობილია მოკლედ კარგი კითხვა იყო ეს მომეწონა რა blackface ხო ეს მომეწონა ლოგიკური იყო და ცოტა რთული მაგრამ რთულ კითხვებს ვერ ვიღებ სკანდალური ავტობიოგრაფიის გამოქვეყნებამდე იაკუძას ყოფილი ბოსი ტადამასო გოტი გამოტოვება ყურადღება ჩაიწერეთ ერთმა ჟურნალისტმა გოტოს ეს ნაბიჯი ჯავშან ჟილეტის ჩაცმას შეადარა აღადგინეთ გამოტოვება ორი სიტყვით რომელიც მეზობელ ასოებზე იწყება ტადამასო გოტი ამა ეს ყოფილი ბოსი ტადამასო შეიძლება ტატუ მოიშორა რაღაცა აკვა და იქირო
ტადამასო გამქვეყნებამდე ტადამასო გოძი რაღაცა გახდა დაუშვათ რაღაც გამოქვეყნებამდე წავიდა საერთოდ ანუ რაღაცით დაფარა თავისი იდენტობა რა და აი გარჯევშა ჟილეტის ჩაცმა რეალურად რომ დაიცა თავი ჩაეწერა მოწმეთა სიაში ანუ რაღაც მოწმეთა დაცვის პროგრამაში წავიდა გახდა რა გდ აბ გახდა აღიკვეცა ბერად ხო ეს აღიკვეცა ბერად ლოგიკურია სულ რაღაცით თავი დაიცვა რომ ალბათ მე პრობლემები შეექმნებოდა ნუ აღიკვეცა ანუ იაპონელი ბერად აღიკვეცა ანუ რატო აღიგან ბევრი რამე შეიძლებოდა და თავი დაიცვა კარგი გავაგრძელებთ ფილმში, რომლის სიუჟეტი სავანაში ვითარდება, პერსონაჟს ემუქრებიან, რომ მისი სახელი გახდება უგო ჩავესიტო. დაწერეთ ორი სიტყვა, რომელიც კითხვაში შევცვალეთ. ნუ უგო ჩავესიტო ალბათ არის შეცვლილი და საცალად იგიკითხება, რომელიმე სამხრეთ ამერიკელი დიქტატორი. ჰაუნაში ფიდელ კასტრატი ან რაღაც ანუ რაღაცას დაუშავებენ ფიდელ კასტრიტო ან რაღაც ეგეთი ჰავანაში ან დიქტატორი ან ჰავანაში ასკათ ფიდელ კასტროზია ნუ ემუქრებიან რას ემუქრებიან თუ ფიდელ კასტრატი გახდება ეგ გასაგებია მაგრამ იქნებ სხვა რამით ემუქრებიან ოკეი არ სასაცილო მეცახელი ან სხვა დიქტატორები ბევრი იყო სამხრეთ ამერიკაში დიქტატორებს რა გამოვლევს ჩვენი არ იყოს ნუ ალბათ ეს ეს მარტივი ცვლილება იყო მარტივი ცვლილებით და ხავანით იღება ნუ დანარჩენი მარტივი არა ნორმალური მარტივი კითხვა კიდე მე-19 დუპლეტი მოსაფიქრებლად 30 წამი. ამ პერსონაჟს თავდაპირველად სამშობლოში მისტერ ჰარი ზენუმის ეძახდნენ. ევროპაში და ამერიკაში კი ნიდლმაუს. დაწერეთ მისი სახელი 5 ლათინური ასოთი. ოკეი. ანუ იაპონელი პერსონაჟია, ხო? მისტერ ჰარი ზენუმი. მისტერ ნიდლმაუსი, ანუ ნემსთაგვა რაღაცა წვრილი. ჰარიცენ მისტერ ვიღაც. ჰარი ნეცუმი. თავის სამშობლოში. რომელიღაც წინაკითხვაში ხო არ იყო რაღაც პერსონაჟი და მაგას ვერ ხვდები. კაი, ინგლისურად დაასახელდი ის, რასაც ერთ რომანში მექანიკური სათამაშოების ოსტატი გოგო თმის სარჭად იყენებს. ოკეი, ინგლისურად მექანიკური სათამაშოების ოსტატი გოგო. მექანიკური სათამაშოები რომელია? რომელიც მექანიკურია და ანუ ავტომატურად მოძრაობს დაუშვათ. თმის სარჭად იყენებს. ანუ წვრილი უნდა იყოს რაღაცა სათამაშოებს რა სჭირდებათ რომ ასეთ წვრილი რაღაცა დაუშვათ თოჯინების სახლში რაღაც ეგეთი. არ ვიცი, ეს ვერ ვიხდი. სონიკი სკრიუდრაივერი. კომენტარი სეგას სონიკს ხარბზე. ხარბს ნიშნავს თავი პერსონაჟი. ბეგერით სახლის რა დუპლეტი ეძღვნება თავარი პერსონაჟის განუყრელი ატრიბუტს ბგერით სახრახნის სერიალიდან დოქტორი ჰუ. ოკეი. ჩემი თემატიკა არ არის დოქტორი ჰუ რამდენიმე სერია მხოლოდ ნახი დანარჩენი არ ვიცი. სონიკი სკრიუდრაივერი, არ ვიცი, რაც არ ვიცი. სერიალის პერსონაჟი თავს არიდებს კითხვაზე, სად მიიღო დაზიანება.
მისი მეგობარი კი ეჭვობს, რომ პერსონაჟი სოციალური ქსელის წევრია, რომელი ორი სიტყვა შევცვალეთ სხვა ორი სიტყვით. კარგი, სად მიიღო? მებრძოლთა კლუბი ხო არ არის უბრალოდ დევიდ ფინჩერის არის სოციალური ქსელი, ღმერთო გამახსენე. სოციალური ქსელი არის ფილმი, სადაც თამაშობს ჯესი აიზენბერგი და ის მომღერალი როა ჯასტინ ტიმბერლეიკი. ძმები არიან კიდე ტყუპები. მოკლედ სოციალური ქსელი უნდა ვინ გადაიღო? ჯესი აიზენბერგის სხვა ფილმი გარდა ის რო არის სუპერ ლექს ლუთორი, არ ვიცი. არა. თქვა ჯესი აიზენბერგი ძალიან კარგი მსახიობია. მაგალითად ეგეთი ფილმი არის ტურის დასასრული. დევიდ ფოსტერ უოლასის ცხოვრებაზე იქ თამაშობს ძალიან კარგად. მაგრამ ამ შემთხვევაში რაში მეხმარება არ ვიცი. ერთადერთი დაშვება რასაც ვაკეთებ ის არის რომ სოციალური ქსელიც და მებრძოლთა კლუბიც გადაიღო დევიდ ფინჩერმა. ეს ამარტივი იყო, უბრალოდ თუ რეჟისორს განიხსენებ, ცვლილება ძალიან მარტივია რა და დევიდ ფინჩერის სამი ფილმი ვიცმე პირადად. 4 ზოდიაკი, ეს ალბათ ეს ყოფილა, სევენი და ალბათ მებრძოლთა კლუბი. იქიდან რომელიღაცა საარჩევ რა, ორი სიტყვიანი რომელია, მერე უნდა მიხვდეს სევენიდან თუ ზოდიაკოდან და თუ მებრძოლთა კლუბიდან. Okay. გირჩევთ ჩაიწეროთ. ანტონ რუბინშტეინი თანამედროვე მოლდოვის ტერიტორიაზე დაიბადა. 1880-იან წლებში ევროპის ბედით შეწუხებულმა რუბინშტეინმა დაწერა ბალეტი, რომლის მოქმედი პირია ალქაჯი სახელად ოლაფ რიქსე. დაწერეთ სიტყვა, რომელიც წინაწინადადებაში სხვა სიტყვით შევცვალეთ. მოლდოვეთის პრინცია. მოლდოვეთი კი არა, მოლდოვა თანამედროვე მოლდოვის ტერიტორია. ოლა ფრიქსე იყო მედიას ძმა, როგორც მახსოვს, ხო? რომ თუ სწორად მახსოვს, იქ ვინც საწმის გატაცებისას რომ დაიღუპება, ეს ფრიქსია. რაღაც ოლა არის რაღაც წინდებული, რომელიც აღნიშნავს რაღაც შეძახილს და ბავშვად ფრიქსე და მედია რაღაცა, ავე მედია, ან ავე მარია, ან რაღაცა მედია. ავე 80-იან წლებში ევროპას რა უჭირდა? ალქაჯი. რაღაცა იყოს ავე მედია. აულა ფრიქსე, ფილოქსერა. აუბრალოდ ცუდად ვიფიქრე ოლა ფრიქსე. ფილოქსერა, ხო, ანუ შემოსევა იყო ევროპის ბედით. რა უჭირდა ღმერთო. то ანაგრამაზე არ ვიფიქრე, რაცა ვიღაც უნდა ეთქვა და მარტივად ავიღებდი. ოკეი, არ უშევრო. 22. 1970-იან წლებში დაბადებული ირენე ვალიეხო თავის დაბადებას უმადლეს XY-ს. რადგან მის ლიბერალ მშობლებს არ უნდათ შვილი ყოლოდათ XY-მდე. საინტერესოა, რომ XY-ის შემდეგ ვალიეხოს სამშობლოში შობადობა მიკლო, რა შევცვალეთ XY-ით. 1970-იან წლებში ირენე ვალიეხო აშკარად არის ესპანელი, ხო? ზანგოს ვალიეხო რეალის მცველი იყო თუ ვალიეხო, რა არ მახსოვს. თუ 70-იან წლებში ესპანეთში რაღაც მოხდა, ფრანკო სიკვდილი ხო არა, 76-ში მოხდა ფრანკო. ფრანკოს სიკვდილამდე არ უნდა დავუშვათ, რომ რატომღაც შვილი ყოლოდათ და რატო იკლო ფრანკოს სიკვდილის შემდეგ შობადობამ ესპანეთში, მაგას ვერ ხვდები. შეიძლება, მანამდე ის იყო, მაგალითად აბორტი აკრძალული იყო
და მაგის შემდეგ მოკლედ რა ვიცი ვალი ახლა უნდა გამოიცნოთ სადაურია დაუშვათ რა ესპანეთია და ესპანეთში რაღაცა მოხდა 70-იან წლებში იყოს ფრანკოს სიკვდილი ფრანკოს გარდაცვალება ლეგალიზეთ მოკლედ რავია ხო ესეც მარტივი ორნაბიჯიანი არა ნახევარნაბიჯიანი კითხვა რაღაცა ავტორი მაინტერესებს ნუ ხო რა არ იყო რთული ლოგიკა არ ქონდა მარტივი კითხვები კარგია ვიღებ როცა კენიის სასამართლომ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულმა მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ თქვა რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემდა მერე კი დასძინა რომ ყველა მოსამართლე თაღლითია და საერთოდ ყველაფერი თეთრების და ჰომოსექსუალების ბრალია თავის საქმე ის არის რომ კენიატამ თავის გამოსვლისას გამოიყენა X-იც და Y-იც და ასახელეთ X-იც და Y-იც მარტო ესე ანუ მგონია რომ ორ სიტყვაზე ორ ენაზე წარმოთქვა სიტყვა რა დავუშვათ რომ ერთი უცხოელებისთვის და მეორე ანუ უცხოელებისთვის თქვა რომ ოკეი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემ მეორე თქვა რომ დავუშვათ სუაჰილი კენიაში რა არის გამოიყენეს სუაჰილზე წარმოთქვა და ანუ ადგილებრივებს უთხრა რომ ოკეი რავი ფეხებზე მკიდია სასამართლო ну ერთი პრობლემა ის მაქვს რომ თუ ეს გააკეთა რავი თარჯიმნებს სუაჰილი არავინ არ იცოდა დავუშვათ ევროპაში მყოფმა კენიელი ან ვერ უთარგმნიდნენ ან პირიქით რა ვიცი კენიელმა არ იცოდა ინგლისური ცოტა ლეგენდაა თუ ეს არის მაგრამ ნუ სხვა ლოგიკა არ მაქვს გონია რომ იყოს ინგლისური და სუაჰილი ან რაღაც არ ვიცი ან რადიო და ტელევიზია ან არ ვიცი როგორ ავარჩიო იყოს ინგლისური და სუაჰილი ხო ну окей ხო ну რა გასაგებია просто უბრალოდ სლენგისთვის ვაბადეთ ანუ ხო უბრალოდ ალბათ ლეგენდა მგონია რომ როგორ არ მოიწევნა კენიაში ინგლისურის და კენიის გარეთ სუაჰილის ცოდნა ვიღაც ანუ მოკლედ აღებულ კითხვას კბილი არ გაესინჯება როგორც ერთ დროს თქვეს არ ვიცი ვინ თქვა და ოკეი დასარგებელი მასალა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის რომანში სონიკი ჰქვია ადამიანისა და ვირთხის საგანგებოდ გამოყვანილ ჰიბრიდს სახელიც რომელშიც 500 გამოტოვეთ ერთგვარი ჰიბრიდია დაწერეთ ეს სახელი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის რომანში სონიკი ჰქვია ადამიანის და ვირთხის საგანგებოდ გამოყვანილ ჰიბრიდს რომელშიც 500 გამოტოვეთ სიტყვა რომ სახელი რომელიც 500 გამოტოვეთ ერთგვარი ჰიბრიდია დაწერეთ ეს სახელი კაი დავუშვათ სონიკია გასაგებია სონიკი არ ქვია რაღაცა სომნა თუ გონია რომ ამ რომანში სადაც ხდება ეს არის რა ქვია კლონირება სატარებენ ან რაღაც ეგეთი ორად არის დაყოფილია ერთი ინფორმაცია რა რაღაც მართლა ჰიბრიდები გამოყავთ სონიკი კი არა უილიამ გიბსონის რომანში ნეირომანსერი შეიძლება ფილიპ დიკის რამე არა რომელშიც კლონირების შესახებ არის მაგრამ არ მახსოვს კი არა ნუ მახსოვებოდა არ წამიკითხავს რომანი სადაც ვირთხა არა შავი ჭირი 57 წელს არის დაწერილი არ არის იქ ვირთხა და ადამიანი და ვირთხა სად არის ეგ ხო რაღაცა სონიკს უნდა დავუმატო კარგი ეს ვერ ავიღე მაგრამ კითხვა საინტერესოა ონსტონ კრიკი აგენური ინჟინერით არის დედალი ვირთება
Okay. Winston Creek ჰიბრიდი. ნუ ეს ძალიან საინტერესოა, ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტა საინტერესოა. 23 წელზე. არა, ეს საინტერესოა, მართლა, ანუ სპირალს ცოტა რთულია მიემსგავს ორ სპირალს. მაგრამ გადაწყვეტა და ფორმა საინტერესოა, ნუ ამას ვერასდროს ვერ ავიღებდი. Winston Creek, რაღაც ჰიბრიდი და Winston Creek-ი. Winston Creek. ხო, არა, ეს ძალიან კარგი, ანუ ძალიან კარგი არ ვიცი რა, სუბიექტურად ძალიან მომეწონა, უბრალოდ რთული იყო და ბევრი სჭირდება რა. 6 კარგი მოთამაშის ყოფნა ჭირდება მაგიდაზე და თქვენ რასაც ხედავთ, არ ვიცი, ერთიც არ არის მგონი, მგონი არა და ნამდვილად. კარგი, 25 კითხვა. ერთი რომანში გოს მოთამაშე ამბობს, რომ ვინც ჩასვდება გოს ყველა საიდუმლოს, ჩაიხედავს X-ში. გითხარით, ვინ გაჩნდა X-დან. ღმერთის თავში. ღმერთის თავიდან გაჩნდა ათენა. ჩაიხედავს ტვინში. ჩაიხედავს საკუთარ თავში. ღმერთის თავიდან ათენა არ გაჩნდა, ზევს რო თავის ტკიოდა და ოკეი. მაშინ ეგეთი პროცედურებით კურნალობდნენ, რომ თავიდან იბადებოდნენ ბავშვები. საინტერესო ეპოქა იყო. კარგი, კითხვაზე რო სერიოზულად ვიფიქრო. ხო, არ ვიცი, რა შეიძლება ჩაიხედოს. ჩაიხედავს მეგობრის თვალებში. მოწინააღმდეგის თვალებში. არ ვიცი, რაღაც ეგეთი უნდა იყოს, რა ძალიან წმინდა თამაშია მაგისთვის. ამაზე უკეთესი ვერსია არ მომივა. ოკეი. ხო, ნუ მას მარტივი იყო წესით გოს შესახებ თუ გვაქვს რამე ინფორმაცია, ნუ წესით ნორმально. ნევროლოგია გვერდებოდა ტყუპძმებს, რომლებსაც ასანთის კოლოფი ძირს დაუვარდათ. საინტერესოა, რომ დაახლოებით 40 წლის წინ ოლივერ საკს ესტუმრა ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი. რომელი უნდა ავარჩიო? დასტინ ჰოფმანი თუ კიანუ რივზი? არა, წესით ვინც რეინმენის როლი შეასრულა ის. რეინმენი არის გამოსული 97-ში. ნუ 2006 თუ ტარდება 40 წელი კაგრას ახლოა. თუ ტომ კრუზი, ანუ ერთ-ერთი უნდა დაწეროს სავარაუდოდ, მაგრამ უფრო ლოგიკურია დაწერო ის, ვინც თამაშობს თვითონ. იქაც ხო არის, რომ ასათის კოლოფი უვარდება, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენაა და ამბობს, რომ 247-ია, არა 260, რაღაც ეგეთი. ხო, მოკლედ მოდი იყოს რავი გავაჩერებ დროს ალბათ სხვა მომივა და იყოს დასტინ ჰოფმანი. სანტის კლინიკაში, ხო, ნუ სამანტის მირაც არის რა, რომ რაღაცები ძალიან კარგად გამოგვდის რა ის გაკნიჭი. ნუ წვიმის კაცი ვისაც არ გაქვთ ნანახი, წესით კარგორსაც გაატარებთ. ნუ დანარჩენი კომენტარი და რაღაც შეგვიძლია შევხედოთ. მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეები შეშობდნენ, რომ გერმანია რადიკალურ ნაბიჯს გადადგამდა. მაგრამ ერთმა მეცნიერს მას სკეპტიკურად შენიშნა, რომ X-ები ფრონტის ხაზზე არ გაჩენდებიანო. X-ები რიგით მეორეა 1997 წელს გამოცემული ბესტსელერის სათაურში. დაასახელეთ X-ები. ეს არის Guns, Germs and Steels. მიკროორგანიზმა germ რა არის, როგორ ვითარგმნოს ქართულად. ნუ მეორე არის, ანუ ეს აშკარად ჯარი დაიმონის წიგნია Guns, Germs and Steels და აქ რაღაც ბიოლოგიური არაღის გამოყენებაზეა პირველში საუბარი. germ რა არის, მიკროორგანიზმები. კაი, სხვა რამე ხო არ შეიძლება იყოს. Guns, Germs and Steel. იარაღები, რაღაცა, მიკროორგანიზმები და ფოლადი.
კაი, და ჯემს დავწერდი ამაზე და არ ვიცი, ქართულად ალბათ ვერ თარგმნიდი. მაგას დავფიქსირებ, გავაჩერებ დროს. მიკრობები. ოკეი. ნუ ეს წარმარტივი იყო. წლები. მე რასაც როდის კარგად არ თამაშობ, ზოგადად უბრალოდ წლები მახსოვს და მე იქიდან რაღაც წლებიდან მოკავშირებ ხოლმე, რომ დავუშვათ ამ წელს რაღაც მოხდა, შეიძლება ეს იყოს. ეგ არის ჩემი სტრატეგია, რასაც როდესში ძალიან შრომატევადი სტრატეგიაა, ეგრე არ ითამაშოთ. უბრალოდ სიამოვნებისთვის ითამაშოთ. ვა, კარგი. ყურადღება ასეთი X-ი ცვლილება. კუბიზმა სხვადასხვა ქვეყნის მხატვრებს იდეებისთვის ერთმანეთისთვის გაზიარების შესაძლებლობა ეწოდება. ბოდიში, ყურადღება ასეთი X-ი ცვლილება. კუბიზმა სხვადასხვა ქვეყნის მხატვრებს იდეების ერთმანეთისთვის გაზიარების შესაძლებლობა მისცა. ერთი გამოფენის სლოგანი იყო კუბიზმი ასეთი X-ი. 1887 წელს შექმნილ ასეთი X თავდაპირველად უბრალოდ ასეთი X-ი უნდა რქმეოდა. რა ერთსიტყვიანი სახელი ეწოდა მას საბოლოოდ. ესპერანტო, ხელოვნური ენა, კუბიზმი, ხელოვნური ენა. ანუ ენა როგორც მეტყველების ორგანო და ენა როგორც საკომუნიკაციო საშუალება. როგორც წინა კითხვაში აღნიშნე, წლები ჩემი ძლიერი მხარია. 1887 წელს შეიქმნა ესპერანტო, სამეთოქმა შექმნა და ალბათ ხელოვნურ ენას პირველ ხელოვნურ ენა, პირველი არ იყო, პირველი არ იქნებოდა. მანამდე ძალიან ის იყო. ანუ ეგ ხო ის არ არის, რა ხელოვნური ენა რა ვიღაცა ის არის. ათანასიუს კირხერი გამოიგონებდა რამეს. მოკლედ და რომ მოდი ესპერანტოს დავფიქსირებ რა, უბრალოდ სხვა მართლა არ მომევა არაფერი. ოკეი, ხელოვნური ენა. ესეც მარტივი, ანუ მარტივი ეს სამართლა. მაგრამ ნუ როგორც თქვი მარტივი კითხვები მიხარია. იმიტომ რომ ვიღებ. ხო, ხელოვნური ენა არის. ყურადღება კითხვაში ჩვენ მცირედით შევცვალეთ ორი სიტყვა. 1995 წლის ანიმაციური ფილმის გმირი ხედავს, რომ დურგალი, რომელიც მანამდე ციგებს ამზადებდა, პატარა კუბოებს თლის. რამდენიმე ხნის შემდეგ მაყურებელი ხედავს მახეში გამულ გმირს. დაწერეთ ამ გმირის სახელი. 1995 წელს არ ვიცი. ციგებს ამზადებდა. ხო, ეს არ ვიცი, წელი არ ვიცი, ხო უკვე არ ვიცი, ანიმაციის წელი. სავარაუდოდ Toy Story მგონია. ვუდი ხო არ არის უბრალოდ რახან ხის არის ვუდი არ ქვია იმას თავრთოჯინას. თვითონ Toy Story როგორ დამოვიწყდა. ეს არის Buzz Lightyear. პატარა ბაზი ხო არ არის. ხეში გამულხედავს ხო არ არის. ხედა ხე, უბრალოდ ხე და ვუდი უბრალოდ როგორც ხე. ცირედ შევცვალეთ ორი სიტყვა. ხედავს ხეში არ ვიცი. ვუდი თუ ბაზი. ნუ 95 წელს ქარსიც მგონია მაგ პერიოდში დაიწყო მაგა რა Toy Story-ა, მოდი იყოს ვუდი. ბალტო, ოკეი, ციხ მარხილში, რა ეს შეცდომა დავუშვი. დიფტე, ნუ ბალტო ხო, ნუ ალასკაზე რო ჩავიდა და ბავშვები გამოიყვანა. ხო, ეს მარხილში გაბმულს, მარხილში შეგმული ორი სიტყვა რომელია? არ მახეში გამოს, კი არ მარხილში შეგმულს, ხო? ნუ ეს ნორმალური იყო. სიტყვებით გააკეთა ეს, კითხვაში შეცვლილია სამი სიტყვა. 270 მილიონი წლის წინ კონტინენტმა გონდვანამ გააკეთა ეს. რასაც მოჰყვა მორიგი გამყინვარება. დასახელეთ ბორგეში გადაბადებული ადამიანი, რომელმაც პირველად გააკეთა ეს.
წავიდა ჩრდილოეთისკენ, გადაინაცვლა ანუ გამყინვარება წესით რაღაც პოლუსისკენ უნდა წასულიყო. წავიდა სამხრეთ პოლუსისკენ, წავიდა ჩრდილოეთ პოლუსისკენ, მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს. მაშინ ამოწე ბორგენ აშკარად ძალიან ნორვეგიულად. ბორგენში მგონი გრიგია დაბადებული თუ ბერგენშია გრიგი დაბადებული. რაღაც ეგეთი სახელები აქვს ნორვეგიულ ენებს. მე მგონია რომ ანუ წესით გონდვანა არ დედამიწა არ ვიცი მაგ დროს როგორი იყო ჩემი წარმოდგენით პოლუსებისკენ ეცებოდა რა ჩრდილოეთიდან სამხრეთით. სამხრეთით პირველი ჩავიდა პირი. ჩრდილოეთით პირი იყო ამერიკელი ბორგე უფრო ჟღერს როგორც ნორვეგიულად. ამაზე დავფიქსირებდი რომ ამოცეს დავფიქსირებდი რა დავფიქსირებ უბრალოდ რა გააკეთა გადაინაცვლა ჩრდილოეთ პოლუსისკენ. ან რაღაც ეგეთი ხო ეგ ხო დრეიფი იყო და რაღაცნაირად მიცურდა იქ რაღაც და მე აღმართა დროში. ოკეი. მიაღწია სამხრეთ პოლუსს. ჩრდილოეთ ხო პირიქით ამერებოდი ჩრდილოეთი პირი იყო სამხრეთი ის იყო. ხო ნუ რავი ბორგე ძალიან ის არის ძალიან მკაფიო მენიშნება რომ ნორვეგია და მე ამარტივებს. მაგრამ განჩენი კარგია ხო უნდა დაუშვა რომ სადღაც რადიკალური ტემპერატურა სადაც იყო იქით წავიდოდა რა და მე მეორე უბრალოდ ფილტრია. ხო აი ეს კითხვა ვიცი ამ კითხვაზე ჩესთან ერთად ვაჯიშობდი ორშაბათს და ეს მითხრა რომ ის არისო რა გაგვიჭირდა არჩევა ხო მაგრამ წავიკითხო მაინც მე ვერ ავიღებდი ამ კითხვას მაგრამ წავიკითხო. ბრაიან სვიტეკის თქმით შესაძლოა 500 წლის შემდეგ მაიკლ ჯექსონის თრილერის კლიპის მიხედვით იმსჯელო და საჭირო გახდეს საფლავის პოვნა იმის დასამტკიცებლად რომ ჯექსონი მაგცია არ ყოფილა. 1452 წელს დაბადებულ რომელ ისტორიულ პირს ახსენებს ავტორი ამ წიგნის შემდეგ რა. ამაზე რაც მომიყვა და როგორც იმსჯელეს იყო ის რომ ამაზე ჰქონდათ ვერსია ბრემ სტოკერი კი არა და დრაკულა და ვლად ცეპეში რა რომელიც იმ პერიოდში დაიბადა და მითები რაც არის როგორც უკვე ის არის ანუ სტოკერის გამოგონილია რა აქ არის პასუხი რიჩარდ მესამე რა რიჩარდ მესამე უბრალოდ წლის ის არის რა ამ წელს რომ ყუზი და რაღაც საქციელები ალბათ შექსპირმა მიაწერა და რეალურად მასზე არ ყოფილა რა ხო აქ უბრალოდ წლის ფილტრია მე რამდენად დავეხმარებოდი აქ არ ვიცი ანუ წლები ნახევრადღმურობით ხო არც ძველი მხარეა ჩემი ძალიან რაც თქვი მაგრამ არ ვიცი ალბათ ოდნავ დავეხმარებოდი რომ ვიტყოდი რომ თუ ორი ვერსია იქნება რიჩარდ მესამე უკეთესია. მაგრამ რიჩარდ მესამეა პასუხი მაგრამ ვატსაპში მგონია რომ ადეკვატური ვერსია იყო ამაზე. ამას მართლა ვერ ავიღებდი ამიტომ ბოლოს არ მწყდება. დავიწერე 0. მეცნიერების პოპულარიზატორმა სემ კინმა არქეოლოგის ხელოსნოში პრეისტორიული იარაღების დამზადებას სცადა. კინი წერს რომ მალევე თავი იგრძნო ცნობილი ნაწარმოების პერსონაჟთან გამოჩენამდე. ბერძნული წარმოშობის რომელი სიტყვა დავფარეთ კითხვის ტექსტში. ოკეი. მეცნიერების პოპულარიზატორი რაღაც საუბარს არქეოლოგიის სახელოსნოში იარაღების დამზადებას სცადა. ანუ ამზადებს იარაღებს, მაგრამ თავი ანუ ვერ ამზადებს ხო კარგად თუ წერს ცნობილი პერსონაჟის ნაწარმოების პერსონაჟად. რატო ამ მეცნიერებასთან დაკავშირებული ეს პერსონაჟიც მეცნიერებასთან უნდა იყოს? რა ბერძნული წარმოშობის რომელი სიტყვა დავფარეთ კითხვის ტექსტში. ანუ რაღაცას ვერ აკეთებს ეს პერსონაჟი, სანამ რაღაც არ გამოჩნდა. ანუ რაღაც რო გამოჩნდა მხოლოდ იმის მერე შეძლო ამან რაღაც გაკეთება რა. ეს კინიც ეგეთი მასე ყოველ მდგომარეობაში. რაღაცის რაღაცის არ ვიცი. შავით დაფარული რაღაცა ეგეც მენიშნება აშკარად, მაგრამ მაგას ვფიქრობდი ვერ მივხვდი. რა კაი იყო. ეს რა კაი იყო. ღმერთო. ვაიმე. ხო, ანუ იარაღების დამზადება გავჭირდა ხო. როგორც მაიმუნები
ძვალი მას შემდეგ გაიხეს ხელში, რაც მონოლითი დაინახეს და ევოლუცია ვიფიქრე, ევოლუციის პროცესი დაიწყო. ეს ძალიან კარგი იყო. ესეთი უნდა იყოს კარგი კითხვა ჩემი აზრით, რა მონოლითი ძალიან მომეწონა, ესეთ შავად არის დაფარული. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს რა ამ კითხვაში. რა ვიცი, ძალიან მომეწონა ეს კითხვა. მარტო ამ კითხვის დათამაშითაც რომ სულ ვიყავი ძალიან მისიამოვნებდი. მაგრამ ვერ ავიღე, კარგ კითხვებს ვერ იღებ, ეგ არის აქსიომა. რაღაც როგორც ის არის, როგორც რომ კოსმოსური ოდისეა ძალიან კარგი ფილმია და წიგნის ეპილოგი ძალიან კარგია. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ იქ სადაც იატაკზე ხალიჩა იყო დაგებული, ადამიანები უფრო ხშირად ეჯახებოდნენ კედლებს. ამ ექსპერიმენტით ამოწმებდნენ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა ამის უნარი და სახელდეს ორფუძიანი სიტყვით. კარგი, ვიმსჯელოთ, იატაკზე ხალიჩა დაფარული ჰქონდათ თუ არა ამის უნარი. ანუ იატაკზე რომ უბრალოდ დაცულად გრძნობ თავს და უფრო როგორ იატაკის და კედელს შორის კი არა და ხალიჩას და კედელს შორის რა კორელაცია რაღაცა მანძილის აღთქმის უნარი რაღაცა ისინი თუ იატაკი ხალიჩა თუ არის ახლა რომ წარმოვიდგინო დაგებული იქ თუ გავიარე რა არის რა რომ მანძილს ვერ აღვიქვა სწორედ დროს ვერ აღვიქვა სწორედ სივრცეს ვერ აღვიქვა სწორედ რაღაცა გაზომვით ის გონია ტრიანგულაცია ან რაღაც ეგეთი ამის უნარი ან რაღაცა რომ დაინახავ და სწორედ აღითქვა მაგის უნარი არ ვიცი ეკოლოკაცია თავდა ოკეი ეს ძალიან კარგი საინტერესო იყო თვალები და ხუჭულები რა იყვნენ ეგ რატო უნდა წარმოვედგინე არ ვიცი მაგრამ უნდა წარმოვედგინე ახლა თვალგახელზე არაფერი არ მოვიდა და მოდი თვალ და ხუჭულზე მოვიდეს ნორმალური იყო რა ნორმალი ენტონი ბურდენი იხსენებს ნორმანდიაში გატარებულ არდადეგებს და ამის გასინჯვას ადარებს უმანკოების დაკარგვას. დაასახელდეს ერთი ქართული სიტყვით, რომელიც ყველა ხმოვანი ერთნაირია. ენტონი ბურდენი არის ცნობილი მზარეული. ნორმანდიაში თუ არის რაღაც მგონია რომ ყველი ან ღვინო უნდა იყოს. ყველის სახეობა ან კერძის რატატუი, როკფორი, კამამბერი არ ვიცი კულინარიაში ღვინო რა შეიძლება იყოს. ხალი უმანკოების რაღაც ვირჯინ რაღაცა ეგეთი უმანკოების დაკარგვას პირველი ხამი ნორმანდიაში გარდა მადროლის ნორმანდიაში თუ ბავშვ პროსტის იმაში რა ჭამს იმ ნაცვლს რა ქვია მედლენი რაღაცა მედლენი თუ რაღაცა ქვია იარი და ხმოვანი ბოჟოლენოვო რაღაცა ღვინო რომელიც ახალი დაყენებული მაჭარი რაღაცა ეგეთი ხამანცკა ხამანცკა ვიზუალურად ქალის სასქესო ორგანოს წააგავს ხამანცკა ხამანცკა არ გამისინჯავს დანარჩენზე თავს შევიკავებ ამიტომ არ ვიცი არ ვიცი ეს თუ ცნობილი ფაქტია ეს მეორე კარგი კითხვა მე არ მსმენია ხამანცკების დიდი მოყვარული არ ვარ კი არა და ზღვის პროდუქტები ნორმალურად მაგრამ არც ისე რომ ესეთ დეტალების დონეზე ვიცოდე დანარჩენი რავი ალბათ ნორმალური კითხვაა ტატუირება C ჰეპატიტის რისკ ფაქტორია ერთი ავტორი წერს რომ ამ ადამიანს პოლიციასთან თანამშრომლობამ ღვიძლის ურიგოდ გადანერგვის
შესაძლებლობა მისცა დაასახელოთ ეს ადამიანი. ოკეი, შეიძლება ამ ტურში იყო ვიღაც ცოტა ჩავივლი რა. აკეთა ეს თქვენს წინაშე არ მახსოვს, კაი, ისე ვფიქრობთ. ანუ ვიღაცა C ჰეპატიტის რისკ ფაქტორია. ვიღაცა დამნაშავე, რომელიც ვიღაცა ის იაპონელი ბოსი ხო არ არის. შეიძლება ბერად სანამ აღუკეთებოდა იმასთან თანამშრომლობდა რა იაპონიასთან. ტატუირება შკარდი აკუძაზე გადის, მაშინაც სტატუსს ახსენე. ხო, უბრალოდ საინტერესოა სხვათა შორის რა. ანუ აქ არ გაქვს რამე ხელსაჩინო წელი არ არის ნახსენები, რომ ვინმესე ვიმსჯელო. ამიტომ ვინც ვიცი იმაზე უნდა ვიმსჯელო, ვინც ვიცი ის არის წინა კითხვებიდან. მოდი იყოს ის იაპონელი ბოსი, რომელიც რომელიღაც წინა კითხვაში ვახსენებთ. აი, გარეთ ჩემი პასუხი. ადამასა გოტო. ხო, ანუ ბევრ ტატუს ატარებდნენ, ტატუ C ჰეპატიტი. ანუ მარტივი იყო ეს. ხო. მოიცა, ლუკას დავტოვებია ჩემთვის რაღაც ის მინიშნება. თითოეულ კითხვას პასუხი ქვეშ უწერია, თუმცა მინიშნება არ არის. ტრიპლეტი 3 შეკითხვათ ისე უხელზე მოსაფიქრებლად 20 წამი და ნუ წავიდა დრო. კაი. კაი, არ ვიცი, მოდი 3-ს წავიკითხავ და 1 წუთს ჩავთავ. ამ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს კაპიტონ ჟორჟოლიანი. ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს არია სამაის წარმომადგენელი აჩარია დევრატი. ამ თანამდებობას ვალენსიის ავტონომიურ ოლქში 2018 წლიდან იკავებს ხოსე ბარკალა სიერა. კაი. რობერტ კიოსაკის კომპანია გაკოტრდა როცა რობერტ კიოსაკის კომპანია გაკოტრდა ბიზნესმენის რეპუტაციას წყალი შეუწყდა, გადაუჭრეს. ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია, რომ კიოსაკის ერთ-ერთი პირველი ბიზნესი იყო მშობლიურ შტატში საფულეების დამზადება მათთვის და ასახელეთ X-ი ინგლისური წარმოშობის სიტყვით. ვერ ხვდები, ანუ ეს ამოიცა დუპლეტი 1 წამი. გონი რაღაც გამომჩ. ეს არის 27, აი მობოდიშით ახლა ამას თავიდან ჩავთ. სავარაუდოდ ეს 37, ეს არის 36 და უნდა გამოვიცნოთ 3. კაი, ჯერ ამაზე ვირჩევთ. კაპიტონ ჟორჟოლიანი. რაღაცის მერი, კაპიტონი. მგონია რომ რაღაცის მერია, ორი სიტყვა. რომელიც რაღაც ქართულის, მაგრამ რაღაც მერი მგონია მართლა რა. რაღაცა რას შეიძლება იყოს ქალაქი, რომელიც მეზე იწყება საქართველოში. სავარაუდოდ ქართლი მგონია. ან სვანი, მესტიის მერი. ამთან არის ამის წარმატებით დევარტი დევარტი ან რაღაც აჩარია დევარტი ან ინდურად ჟღერს ან ბასკურად. რაღაცა მედელინის მერი. ავტონომია რა არის ბასკი ანუ ეს არის მესტიის მერი აშკარად. ანუ ერთითელი ნომთელი 3 რო ჩავიწერო არა. მესტიის მერი. აბა ეს რა გუჯარათის გუბერნატორი. მე ხო ინდოეთიან ბასკეთის ახლო ცოტა ახლო მაინც მითხარი. ალიკანტეს ალკალდი. ხო ნუ მითქოს კონცდებოდა
მაგრამ ალკალდი არ ვიცოდი, არ შევთანადებობა ესეთი, ამიტომ არ დამწყდა გულისა ბოლოდ. 5-5-6 და კარგი. ხო. მოდი გავაგრძელებ და 30 მინუტეს წავიკითხო. როცა რობერტ კიოსაკის კომპანია გაკოტრდა, ბიზნესმენის რეპუტაციას წყალი შეუდგა. ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია, რომ კიოსაკის ერთ-ერთი ბიზნესი იყო მშობლიურ შტატში სპეციალური საფულეების დამზადება მათთვის და ასახელეთ ისინი ინგლისური სიტყვით. სერფერები ხო არა, წყალი შეუდგა. ინტერნეტში web browsing surfing ქვია. Surfing in USA. Okay, საკმარისად თამამი რო იყო, ვიმღერებდი იმ Beach Boys-ის სიმღერას, მაგრამ არ ვარ. Okay. წყალი შეუდგა, წყალი აშკარად მინიშნება და წყალი და ინტერნეტი. მოდი იყოს თუ ჰავაიში ცხოვრობდა, კიოსაკი იაპონელია, იაპონია ჰავაისთან ახლოა, რატო არ იცხოვრებდა? ჰავაიში ამზადებდა სერფერებისთვის სპეციალურ საფულეს, რომ წყალში გაეძლოთ. აბსურდული ვერსია, მაგრამ მოდი დავფიქსირებ. სერფერები, შენიერი, ჰავაილია, კიოსაკისთვის ხედავს, okay. ზოგჯერ აბსურდული დაშვებები ამართლებს, დაუშვით აბსურდები. რაღაც იქნება ისინი. ეს რო არის ბიზნეს წიგნი რაღაც ისეთი უნდა დავწერო. დაუშვით აბსურდები. მაპატიეთ დღეს ნორმალურ ხასიათზე ვარ და ცოტა ამიტანეთ. მიხეილ მესხი ამბობდა, რომ დრიბლინგის უნარ-ჩვევები ბავშვობაში ამის გაკეთებისას გამოიმუშავა. ამის ერთი გამოთქმის თანახმად ამის კეთება სისულელეა. საკმარისია მოუაროთ ყვავილებს და ასახელეთ ამის კეთება ორი სიტყვით. საკმარისია მოუაროთ ყვავილებს. ფერმისთან მიხეილ მესხი ანუ რა ბავშვობაში რაღაცას ხო არ ყიდდა, რაღაცას ხო არ ბავშვობაში ასაკეთებდა, რაღაცას ხო არ თამაშობდა, კლასობანას თამაში. ყვავილებთან ასოცირდება ხეების დარგვა, ამის კეთება სისულელე. ყვავილებს თუ მოული რა ხდება რა, სახლი. ანუ მიხეილ მესხი ბავშვობაში, ხალხის ბავშვობა იქნებოდა, ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ან რაღაც მაგ პერიოდში. რასაკეთებდა მიხეილ მესხი? რაღაცას თამაშობდა, რაღაცებზე. რაც თამაში მგონია რა გამოიმუშავა. იყოს კლასობანას თამაში. ყვავილების ანუ კლასობან ეს წრებზე უნდა დადიოდე, რაღაცები უნდა გქონდეს ფეხით. იყოს კლასობანას თამაში, პეპლების დევნა. პეპლების დევნა. მინდორში ხო გასაგებია რომ რაღაცანაირად დარბი ხარ. მაგრამ პეპლებს, ოკეი ხო, ნუ არ ვიცი. მე პეპლების დევნას ნუ გასაგებია ახლა წარმოვიდგენ რომ რაღაც ის არის ზიგზაგური მოძრაობები, მაგრამ ესე წელი სადაც არ არის, იქ გენერირება მიჭირს ეგეთი აბსტრაქციების. პირველი მსოფლიო ომის შესახებ მოგონებებში ჯეიმს ბარნსი ყვება ახალი ტიპის დაზვერვაზე და ზომებზე, რომლებსაც მოწინააღმდეგე იღებდა. ბარნსი წერს, რომ ამ ომში პირველი მსოფლიო ომის შესახებ მოგონებებში ჯეიმს ბარნსი ყვება ახალი ტიპის დაზვერვაზე და ზომებზე, რომლებსაც მოწინააღმდეგე იღებდა. ბარნსი წერს, რომ ამ ომში X-ი პირველად დაუპირისპირდა Y-ს. დაასახელეთ X-ი და Y-ი სიტყვებით, რომლებიც ერთსა და იმავე სამ ასოზე იწყება. პირველად დაუპირისპირდა Y-ს. კაი, უნდა მივხვდე, რომ დაზვერვის რა ახალი ტიპია. შეიძლება საჰაერო დაზვერვა იყო.
და საჰაერო დაზვერვის რაღაცნაირი ან დავუშვათ მე გეგონი რომ ღმერთების სახელი დავუშვათ რომ ერთ-ერთი სასაკონტროლებს პოსეიდონი ან რა დაზვერვის ტიპებია რადიო ან რადიო ტიპის შეიძლება ანუ რადიოთი გადასცემდნენ რა რაღაც დას საჰაერო სივრცე პირველად ну რადიო რადისტები და რადიო რადიო 4-ია დავუშვათ რომელიმე რაღაც მიწის და ჰაერის პერსონიფიცირება რა ეგეთი ღმერთები მაგრამ გონი ახლა საერთოდ სხვა მიმართულებით ვფიქრობ კამუფლაჟი კამერა აეროფოტოების დეშიფრატორი რომელიც ავიაგადახების სწორედ ხო ნუ ავიაციის დაზვერვა ვიფიქრე ხო ეგ ახლა იქნებოდა მაგრამ ამის ფორმულირება რომ კამუფლაჟით იყო შეღებილი თვითმფრინავები და მერე კამერით ამას ამჟღავნებდნენ რთული იყო ჩემთვის X-ი პირველად 1977 წლის თამაშს Empire-ში გამოიყენეს. ექსპერტები შენიშნავენ, რომ დრონების მასობრივმა განადგურებამ X-ი გააქრო. დაასახელეს X-ი მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვით. ოკეი, ამას პირველად თამაში Empire-ში გამოიყენეს. დრონების მასობრივმა გამოყენებამ ან დრონები გჭირდება ანუ პილოტები აღარ გჭირდება ხო რეალურად იმპერიაში რატო გამოიყენეს საპილოტე სერია პილოტი რაღაც პილოტები აღარ გჭირდება რომ X-ი არა მაგრამ რაღაც ეგეთი რაღაცას მართავ რა რაღაც ანუ რისი მექანიკური მართვაც გიწევს თვითმფრინავი და ხო პილოტებს ვერ გააქრობს ჯერ არ ვიცი მე მგონი რაღაც პილოტთან არის დაკავშირებული ომის ნისლი ოკეი გარკვეულ დრომდე დაფარული ეს ამარტივი იყო ხო ეს მართლა ძამარტივი იყო რა არის ხო თამაში და რაღაცები რო დაფარულია ხო და არასწორად ვიმსჯელი არ ვშევრა უცხოელი დამთვალიერებლები მუზეუმში რომ შეეტყუებინა ჰანსმა თავისი ქმნილება გარეთ განათავსა მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების გამო მუზეუმში დაბრუნება მოუწია და ასახელეთ ჰანსის გვარი ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების გამო ანუ უცხოელი და ადგილობრივი კონტრასტია ხო რაღაცნაირი წარწერებია დავუშვათ თავისი რაღაც ერთი ქმნილებით არის ცნობილი ჰანს რა შექმნა კემბელი რაღაცა სუპია თავისი ნამუშევარი ქმნილება მოქანდაკეა რაღაცა რაც განთავსა ჰანსის ანუ ცნობილი გვარით უნდა იყოს და არა იმით რა რომ ჰანსი ქვია ჰანსი გერმანული გვარია გერმანული გვარი რომელიც გერმანული სახელი უბრალოდ რომელიც რაღაც ქმნილებასთან ასოცირდება ხელოვნებაში ну არ ვიცი იყოს გიგერი ოკეი იმდან საზარლად გამოიყო ცხვალი სრუდი გიგერი და მან მოაგონა უცხო ეს არ ვიცი ეს ხო ხედავთ როგორ ავიღე ჰანსი მეტი არავინ არ ვიცი რომელიც რაღაცებს ქმნის გიგერმა შექმნა უცხოს ვიზუალები რა გიგერმა და კიდევ რომელიღაც დოკუმენტურ ფილმში გიგერზე ნანახი გონი იმაზე ხოდოროვსკი როგორ იღებდა იმას
რას იღებდა ის არა დიუნი უნდა გადაეღოთ და იქაც საუბრობს გიგერი რაღაცებზე ხო და ხო მოკლედ რა ჰანსი სხვა ჰანსი ძალიან ის არის რო გეუბნებიათ ჰანსი ხელოვანი და გვარი დაწერეთ იქ ბევრი რამე არ გჭირდება რა ლოგიკური ნაბიჯების გადადგმა კაი მოკრივე ჰერცკო ჰავთს ზედამხედველი ოთარ ბრძოლაში მონაწილეობას აიძულებდა გრაფიკული რომანების ავტორი რაინჰარდ კლაისტი ყვება თუ როგორ შეაშინა პატარა ჰერცკომ ზორბა ჯარისკაცი რომელს არსებას ადარებს ავტორი ჰავთს ჰერცკო ჰავთი სავარაუდოდ ეს იყო ისეთი სახელები და გვარებია რომ საკონცენტრაციო ბანაკში უნდა იყვნენ. ოკეი, ეგ დაშვება თუ გავაკეთე. მაგრამ ზომებზეც არის აქცენტი გაკეთებული. თავიდან დავით და გოლიათის ალუზია მეგონა რომ თემაში ჩამჯდარი იყო ამ თემატური მასში. მაგრამ ჰერცკო ძალიან იმას გავს ჰერცკო ჰავთი არ ვიცი. ნუ სპილო და ჭიანჭველა ხო არ შეიძლება იყოს. მაგას ფიქრობ რომ ან ჭიანჭველა რაღაცნაირად რა შეაშინა რაღაცა ვიღაცამ პატარამ რაღაცა დიდი შეაშინა აქ უმეტეს ინფორმაცია არის სახელებით რა მაგრამ სახელებით ვერაფერს ვერ ხვდები ამიტომ მე ჭიანჭველას თუ სპილოს ეს შეაშინია იმარსების გონი ჭიანჭველის მაგას დავწერდი გონი ჭიანჭველის თავს ამას ჩავითვლი გეხვეწები სპილოს რეშინე ჭიანჭველის თავს მაუს არავე ჩავითვლი ანუ მაუსი ხო არ შპიგელმანი ეგ დასაკითხი მაქვს ძალიან კარგი რაღაცა როგორც ამბობენ სხვათა შორის რომელიღაც ამერიკის აი მასში რო აიკრძალა შტატებში რეპერი რო არის ერი დირეგდმენი თავის კონცერტებზე ურიგებდა იმას ხოლმე კაი კაცია მაუსი ურიგებდა ხოლმე ხალხს რომ წაიკითხეთო მაუსი რატო აიკრძალა მაც აღარ მახსოვს მოკლედ მაუსი არა ნუ არ ვერ გავიხსენე ალბათ გუნდში გაიხსენებდნენ ამას რო ყოფილიყავი თუ ჩემ გარშე წაიღებდნენ მაგრამ თუ რამე დავეხმარებოდი ქართველი მამლუქი მურად აღა უბუდიშებდა ადრესატს ოთარ ამილახვარს უკაცრავად ნუ ჩამომართმევთ ეგვიპტეში გამოტოვება არ არის 1973 წლის ნაწარმოებიდან ვიგებთ რომ სულს რომ სხვა აფრიკულ ქვეყანაში სულ მცირე 3 მაინც ყავთ აღადგინეთ ნებისმიერი გამოტოვება ორი სიტყვით there is არა არაფერი ეგვიპტეში უკაცრავად ნუ ჩამომართმევთ ეგვიპტეში შავი ეგვიპტეში რატო უბუდიშებდა რაღაცას წერდა რა და ადრესაც რა და რაღაცის არ არისო ხო შავი რაღაცის არ არისო პალსამი ეში მოხუცების ადგილი არ არის მოხუცების ადგილი არ არის შეიძლება ეს წერდა რომ ჩამოვალო და მოხუცების ადგილი არ არის და მეორე არის კიდევ კორმაკ მაგარტის სხვა ნაწარმოებებიდან გამოყენებული სხვა აფრიკულ ქვეყანაში სულ მცირე მოხუცების ადგილი არ ვიცი ერთს დავწერდი მაგას კარგი მწერალი არ წერას მონახო აჭით დავხვეწეო ფილმს სამი კარგი მწერალი შემკაჩი და გაბრიელა ხარ მაშინ კიდევ ნიგერიაში სამი კარგი მწერალია ეს ხომ ეხლა გამახსენდა მაგრამ ამას ვერ გავხსენებდი ამ წლის დამნაწარმოებით ვერ გავხსენებდი მაგრამ
კარგი მწერალი ხო, ეგარი. დუპლეტი ორი კითხვა 30 წამი. არტურ კლარკის რომანის პერსონაჟი შორეულ მომავალში ხვდება. რომანის თავს, რომელიც ამ გმირის მარტოობაზე მოგვითხრობს, ჰქვია დროში. აღადგინეთ გამოტოვებული ორი სიტყვა, რომელსაც საერთო ფუძე აქვს. კაი. შორეულ მომავალში ხვდება. მეორეც წავიკითხე. დედამიწაზე მცხოვრებმა ორგანიზმებმა ბევრი დრო გაატარეს კომფორტულ ოკეანეში. ხმელეთზე გადასვლას არ ჩქარობდნენ. ამასთან დაკავშირებით კითხვის ავტორმა ასეთ იქსად მოიხსენია ხმელეთი და ასახეთ ასეთი იქსი. ან შორეულ ნოსტალგია ნოცენში რაღაცა ქვია მარტოობაზე მოგვითხრობს რაღაც მომავალში ხო? რა პერიოდი დადგება მომავალში? შორეულ ან სადღაც ის არის მარსზე რაღაცა მარსზე არა მარტო რაღაც დროში მომავალ დროში ხმელეთზე ხან დედამიწა ასეთ იქსად მოიხსენია რაღაც ცუდი ადგილი ან რაღაც ამას ვერ ხვდები გავაჩინე უცხოთა ქალაქი მკაცრიფა უცხოთა დროში მკაცრი ქალბატონი ჰარშმისტრეს ხო ეს ძალიან კარგი იყო მართლა უცხოთა ქვეყანაში და ეს ჰაილაინეს ნაწარმოებია უკვე მოკლედ და მკაცრი ქალბატონი ხო დედამიწა მგეა მკაცრი ქალბატონია ხო ეს ძალიან კარგი დუპლეტი იყო რა ეს რომ იყო ძალიან გამისწორდებოდა უცხოთა დროში ხო ეს რა ძალიან კარგი იყო როდესმე დიდი რო გავხდები ასეთ კითხვებსაც თანამედროვე ქალაქებში სატელეფონო ანძების იდეალური სქემით განლაგება შეუძლებელია. დაფარვის ზონებზე საუბრისას ერთი ავტორი ხუმრობს, რომ დაფარვის ზონები თითქოს ასეთი იქსების ნახელავია. ასეთი იქსების ნახვა შაქრის ტუღელის დროს არის შესაძლებელი. რომელი ორი სიტყვა შევცვალეთ ასეთი იქსებით. შაქრის ტუღელის დროს. რაღაცნაირი დაფარვის იდეალური სქემით. ნახვა სიცხეში შაქრის ტუღელის დროს არის შესაძლებელი. არსებები არიან, რომელიც შაქრის ტუღელის დროს სადღაც გამოდიან და უშუალოდ ტუღელის დროს ბაქტერიების რაღაცა ფერმენტაცია შაქრის დროს არის რაღაცნაირი მიკრობების რაღაცნაირი ბრმა მესაათების რაღაცნაირი ჭიანჭველების არ ვიცი ასეთი დედაფუტკრების ქვინა დედოფალი ჭიანჭველების ასეთი არ არის დედოფალი რაღაც არსებების ნახელავია არ ვიცი გაინახო იყოს დედოფალი ჭიანჭველების თრალი ფუტკრების ფიჭური ქსელი თითქოს თრალოს თრალი ფუტკარი და ის კიდე ნაბახუსევი ჭიანჭველა უნდა დამეწერა თრალი ფუტკრები არ ფუტკრები ვიფიქრე ხო ანუ ეგ ლოგიკურია რაღაც ის არის აგებენ ისე რომ ანუ თრალი მაპატიეთ რუსულენოვან ვიდეოში მარშალ ბერნადოც ხუმრობით უწოდეს ბერძენი ერთი სიტყვიდან მეორემდე მისასვლელად ჩვენ 500-ს შეცვლა დაგვჭირდა ან დაწერეთ თავდაპირველი სიტყვით კრეცკი როგორ არის უბრალოდ ბერძენი კრიკა ყველაფერი ამეორე თავით
მარშალი ბერნადოტი არის ერთი სიტყვიდან მეორეს მისასვლელად. ანუ რა ვიცი, ერთი ადგილიდან მეორეზე მისასვლელად არ ვიცი. Dijkstra's ალგორითმი მახსოვს. მეტი ბერძენი კი არა. მარშალი ბერნადოტი არის კარლ მე-12, ხო? ის რო იყო შვედეთის მეფე. ხუთი შვედი ხო არა უბრალოდ. ან რაღაც სტატუები ან სიკუთული მეფეებს ეგეთი დატო ქონდა, რა ვიცი, კარლ მე-12-ზე რა ვიცი. არც არაფერი ნესვს. ოკეი. ვარიაკი. სკარუსების მიერ. ბოლოს კიევის ეს არ მომეწონა რიურიკი. იყანს რიურიკი. თავისებური და უცხოელი დასვეს. ანუ არა ეს ძალიან სპეციფიკური ცოდნას მოითხოვდა, რომელიც არ ვიცი. ერთ პიესაში კანადასა და ამერიკას შორის ურთიერთობა ცივდება და ორი კანადელი კარგი ამბების მაცნის მოკვლას გეგმავს. ტრადიციული სახელი ამ მაცნემ 60-იან წლებში მიიღო, როდესაც ამერიკის ერთ-ერთ დასაწესებულებას საჩუქრად გადასცეს მონარქისა და მისი მეუღლის სეხნია წყვილი. დაწერეთ ამ მაცნის სახელი. ფოსტალიონი. ანუ 80-60-იან წლებში ამერიკის ერთ-ერთ დაწესებულებას მისი მეუღლის სეხნია წყვილი. ანუ ეს გონია რომ მეუღლე და მისის შეიძლება იყოს რენე თუ რომელიც იყო მონაკოს ის რო იყო გრეის კელი. გრაცია გრეისის და სავარაუდოდ მადამ ტუსოს ფიგურები ხო არ გადასცეს მაგას მადამ ტუსოს მუზეუმს. ამ სახელით რენე გრა რაღაცა გრეისი და რენე რო ხوارშა შეაერთო გრეისლენდი. გრეისლენდი იყო იმის ელვის პრესლის სადაც ცხოვრობდა ეგ არ ერქვა. არ ვიცი იყოს უბრალოდ რენე. ფილი. ფილის მოკვლას ზოოპარკს ფაუნა, ოკეი, სხვა ვაფშე სხვა ის იყო. ფილიპი და ფილი ელიზაბეთ მეორე და ფილიპს ახლა უფრო ცნობილი იმაზე უნდა მიფიქრო წყალზე და პრინცზე. კარგი და 58. ოკეი. ერთ წიგნში ნათქვამია რომ X-ები არის არამკაცრი ინსტრუქციები, არამედ სასცენო მინიშნებები. რომლებიც ერთ წიგნში ნათქვამია რომ X-ები არის არამკაცრი ინსტრუქციები, არამედ სასცენო მინიშნებები, რომლებიც იმპროვიზაციასაც ითვალისწინებ. როგორია X-ები ამ წიგნის სათაურში? X-ები არის კაცრი ინსტრუქციები, არამედ გზამკვლევები. რა შეიძლება იყოს? იმპროვიზაციაში კარგ ჯაზზე მინიშნება ვიღან მუსიკაზე. ნიუ-ორლიანი. ნიუ-ორლიანი ჯაზზე და ნიუ-ორლიანსზე რა შეიძლება ბიტნიკებიდან არის ვინმე? არამედ სასცენო მინიშნებები. სასცენო მინიშნებები რა არის? კარნახები ან რაღაც ეგეთი, ანუ სუბტიტრებს კარნახებს ან ტიტრები. იმპროვიზაციის რატო? ნოტები ხო არ არის? რაღაცნაირი ნოტები ხო არ არის? ვიცი, კაი, ესეც ვერ ავიღე. ნოტები, ეგოისტური გენები. სასცენო, თლიანად შედარება ყოფილა ხო მუსიკაზე იმპროვიზაცია. იმპროვიზაცია ცოტა სიტყვა იყო მუსიკაზე გავლენდა, მაგრამ ხო, ეგ არის რეალურად რომ კოპირების დროს შეიძლება იმპროვიზაციაც მოხდეს, ეგ საინტერესო იყო რა. კარგი შედარება იყო, უბრალოდ ცოტა მეტი ის რო ყოფილიყო, ანუ იმპროვიზაცია და რაღაც რომ მუსიკაზე არ გაბნევდა ეს. ხო,
ნუ მოკლედ ეს იყო 17 საშუალოზე, ნუ სტანდარტულად რაღაც ალბათ დაბალი. ხო, არ ვიცი, თავს არ გავიმართლებ, არც მითამაშია მაგისთვის, უბრალოდ გავერთე, მაინტერესებდა სუპერი. რაღაც ის ქონდა, რომ სხვათა შორის ნორმალური იყო, მეტნაკლებად ნორმალური. რაღაცები საინტერესო იყო, რაღაცები საინტერესო არ იყო და ნუ ჩემთვის სუბიექტურად დანარჩენი ვნახოთ რავი, რას ჩავწერ, რას ავტვირთავ. ხო, დღეს უფრო კეთილ ხასიათზე ვიყავ, ამიტომ რაღაც ისინი თუ გქონდა უაზრო ხუმრობები, იმედია რავი. რაღაცნაირი სახალისო მაინც იყო, მოკლედ მომავალ შეხვედრამდე. კარგად ვბრძანდებოდ.